როცა სამყარო ყველა ნიშანს გაძლევს, მაგრამ შენი თვითშეფასება ისეთი დაბალია, რომ უბრალოდ სხვა გადაწყვეტილებას ვერ იღებ და ვერ ირჩევ შენ თავს. მოგიყვებით ჩემ ისტორიას, ძალიან მიყვარს ეს მაგალითი. მივდიოდი ადამიანის სანახავად, რომელიც არ უნდა მენახა, ეს ხო ძალიან რაღაცა ბუნებრივი პროცესივით არის, რომ გვინდა იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც წესით არ უნდა გვინდოდეს და არ არის ჩვენთვის კარგი. სამყარომ რა ნიშანი აღარ მომცა, რომ აი არა, არ წახვიდე, მარიშ გეხვეწები და ბოლოს ვერაფერს რო ვერ გახდა. ძალიან მიყვარს ცუგები, შევა ჩემი დოებშიც, ეხა იქეთ რომ თამაშობ, ჩემი ცუგას დაგინახავ, ზოგადად ქუჩაშიც, აი ვაჭმევ, ვეფერები, ძალიან მიყვარს ცხოველები და აი ესე არსაიდან ჩნდება ძაღლი, რომელიც მკბენს. ამაზე მეტი რა გაეკეთებინა სამყაროს? არ ვიცი. უბრალოდ მე მაინც ესეთი ძლიერი ქალი რომ მე ყველაფერი შემილებ და გავაკეთო და რა ფემინურობა და რა ქალურობა და სხვა ნაბიჯები შეგიძლია დადგა ამ დროს, მაგრამ მე გადავდიგი ესეთი რომ მაინც ესე სისხლი მომდის და წავედი და ჩავედი და უნდა ვნახო და ალბათ გაინტერესებს მისი პასუხი და რეაქცია, ხო? მეც ძალიან დამაინტერესებდა. ხოლმე ხო თუ გიკვინე და ამ დღეში იყავი, რავი, აღარ ჩამოსულიყავი რა. მაგრამ მე მაშინ ვიყავი იმ წერტილში, სადაც უნდა შემენარჩუნებინა, ის გაბრაზებული იყო. ხო, ეს ნუ ახლა ნიუანსი მთლად რო ხაზი არ გადაუსვა, გაბრაზებული იყო ძალიან, არა მართლებს, მაგრამ მაინც. და მე რო აი არა და მოდი ვილაპარაკოთ და წამოდი ან იქნებ გამომყვეს და რაღაცა მოუხელო. ნუ მოკლედ კატასტროფალურად ხვდები ხო. მე მახსენდება რომ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და გავერკვი ამ ფემინურში, მასკულინურში, შინაგან ქალში, შინაგან კაცში, არქეტიპებში და გავიარე ულამაზესი გზა, ოღონდ საკმაოდ რთული გზა არის, იმიტომ რომ ბევრი რაღაც აღიარება არ გინდა, არ მოგწონს, მაგრამ როცა აცნობიერებ, რომ ვაიმე ღმერთო ჩემო, რა მაგარია, როცა საკუთარ თავს არ ღალატობ, საკუთარ თავს ირჩევ და ანუ აღარ აქვს მნიშვნელობა, აღარავის სიყვარულს არ დაეძებ და ეხვეწები, აღარავის მოწონებას, ვალიდაციას, აი თავისუფალი ხარ, ლაღი ხარ და ეს რო იშლება, შინაგანად გიგრძნი ალბათ, რომ ბრუნდება ეს შენი ქალურობა, ნუ საოცარ შეგრძნებებზე გვაქვს საუბარი და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე აი ეს გზა რაც გავიარე, ის ჩემი ფსკერს, ქვემოთ თვითშეფასებიდან ძალიან კარგ ადგილამდე, მინდა რომ გაგიზიარო შენც, მინდა რომ ეს გზა გაიარო შენც და იგრძნო რა არის ნამდვილი ეს ფემინური ქალური ენერგია. გვექნება არქეტიპები, განხილული, გიდირებული მედიტაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, შინაგანი ქალი, შინაგანი კაცი, ფემინური, მასკულინური ენერგიასთან მუშაობა, სექსუალური ენერგიის აქტივაცია. რაცა ესეთი დათრგუნული არის საქართველოში სამწუხაროდ, მოკლედ ულამაზესი მოგზაურობა არის. ეხლა ერთადერთი შენი გადაწყვეტილების მიღება დარჩა, რომ მოგწერო WhatsApp-ზე, ან ლინკს ნახავ ბიოში, მითითებული დეტალებით და უბრალოდ აირჩიე შენი თავი და მიხვდები, რამდენად ლამაზად შეგიძლია გაიარო ცხოვრების გზა, როცა შენ შეასახ ფემინურ ენერგიაში ხარ.